პასუხისმგებლობას 60,000 სტუდენტს ხარისხიანი განათლება მისცეს. მინისტრის განცხადებით, მთავარი გათვლა უცხოეთში ემიგრირებულ ქართველ მეცნიერებზე გაკეთდება. ბოლო 25 წლის განმავლობაში დავკარგეთ 1000-ობით ყველაზე მაგარი პროფესორი და მასწავლებელი და დავკარგეთ აი ტვინების გადინება, რასაც ქვია, ეს brain drain. ვაბრუნებთ ქართველ მეცნიერებს, ვინც ძალიან სერიოზული მიღწევები აქვს უცხოეთში. თქვენ შულს ურჩევდით ჩაებარებინა ამ უნივერსიტეტში? მე აუცილებლად ურჩევდი ჩემ შულს ჩაებარებინა ამ უნივერსიტეტში. ჩემი პატარა ეხლა 13 წლის არის, ანუ დაამთავრებს სკოლას, კომაროვში სწავლობს რამდენიმე წელიწადში და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი იქნება, თუ მის სურვილი იქნება, რა თქმა უნდა. საუნივერსიტეტო ქალაქის ზუსტი მისამართი ასეთია. თბილისი-ქუთაისის ძველ და ახალ საავტომობილო მაგისტრალებს შორის არსებული სივრცე, რომელიც რიო-ჰესის დასახლებას ესაზღვრება. ამ ნაწილში, სადაც ჩვენ გეგმავთ უნივერსიტეტს, ფაქტობრივად შენობები არ არის, ძირითადად ნანგრევებია. დანარჩენ შენობებს იქეთ, რას დასახლებას ეკუთვნის, იმას ის ხელშეუხებელია. რეალურად შენობლობა ხდება აბსოლუტურად სარეალო ტერიტორიაზე. ეს 140 ჰექტარი არის ძალიან დიდი სივრცე რეალურად. რანაირად დაუკავშირდება ერთმანეთს სასწავლო, საცხოვრებელი და სარეკრეაციო? ანუ რეალურად ორივე უნდა იყოს მორგებული. რეალურად ორი სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარე მდელოები ერთმანეთს დაუკავშირდება. არსებობს დღესაც არსებული გზები დამაკავშირებელი, შეიძლება ფული კონვეიორის გაჩნდეს. ანუ პროექტის მთავარი კონცეფცია, ანუ შენობები და მოცულობები თვითონ შედგება 4-5 სართულიანი მოდულებისგან, რომელთა ერთობლიობა, სახურავების ერთობლიობა ქმნის დინამიურ მოხაზულობას. სახურავები ძირითადად დაიტვირთება მზის ელემენტებით, აგრეთვე მოხდება წვიმის წყლის დაგროვება, შეიძლება მეორადი წყლის გამოყენება და ასე შემდეგ. ანუ გვინდა რომ მწვანე არქიტექტურის რაღაცა ელემენტები შემოვიტანოთ უკვე მთლიანად ამ კომპლექსში. ეს გაცვლა მიმართულია ისევ სტუდენტებისთვის, რომლებიც ამაზე კვლევებს რა თქმა უნდა, ანუ ყველაფერი აქ, ყველა სფერო არის ჩართული თვითონ ენებული. ეს არის სპორტული ინფრასტრუქტურა, ფეხბურთის სტადიონი, რაგბის სტადიონი, გადახურულ ნაწილში არის კალათბურთის მოედანი, საცურაო აუზი. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ალბათ არის ორი მთავარი მიზეზი, რისი მიხედვითაც სტუდენტი ირჩევს თავის უნივერსიტეტს. პირველი ბუნებრივია არის სწავლის ხარისხი, ხოლო მეორე უკვე გახლავთ გარემო პირობები, სადაც მან მთელი ეს სტუდენტური წლები უნდა გაატაროს. რატომ გიყვებით ამ ყველაფერს? ჩემგან მარცხნივ თქვენ ხედავთ მდინარეს, ეს გახლავთ მდინარე რიონის ერთ-ერთი არხი, ხოლო მის პირდაპირ მეორე მხარეს უკვე გახლავთ ტბა. აქ არის ძალიან დიდ ტერიტორიაზე გაშლილი მინდორი და მთელი ეს სივრცე ბუნებრივად არის მოქცეული ტყის საზღვრებში. როგორც ხედავთ, ამ ადგილმა და მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აქაურ მომავალ სტუდენტებს ძალიან კარგი და ბუნებრივი სარეკრეაციო ზოლი ქონოდათ. ახლა უკვე მთავარი სწავლის ხარისხი იქნება. ამ ადგილის შერჩევა სხვა გეოგრაფიულმა მონაცემებმაც განაპირობა. საავტომობილო ტრასებთან ერთად აქ ახლოს არის რკინიგზის სადგური, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და ქალაქის ცენტრი 9 კილომეტრის დაშორებით. ამ დროისთვის ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე სატვირთო მანქანა მუშაობს. პროექტის ავტორები კი სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღებას 2019 წელს გეგმავენ.